ასევე გულშემატკივრებს ქართულ თეატრს. აი ეს სამი რამ გაერთიანება დღევანდელ საღამოს და მოხარულები ვიქნებით თუ თქვენც მოგეწონებათ ის რისთვისაც ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იშოვეს. აუცილებლად უნდა გავხსენო ყველა ის ადამიანი რომელსაც მიუძღვის წვლილი ამ პროექტის განხორციელებაში. თიკა სვანიძე-ვენკო. ძალიან დიდ აპლოდისმენტებს ვთხოვ, როდესაც ვახსენებ ამანაჩვენებელ თავდადებას, რომელიც მოგვიანებით სცენაზე აუცილებლად ამოვა. ის გახლავთ ამ ყველაფრის იდეის ავტორიც, ხორცის შემსხმელიც, განხორციელებელიც და ასევე ძალიან დიდი სტიმულის მიმცემი იმ ადამიანებისთვის, რომელსაც სულ ცოტა ხანში სცენაზე ვნახავთ ყველა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის მერია, მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ხარში გიგახართ და ასეთ პროექტებს უჭერთ ხარს. აქვე მინდა გითხრათ, რომ პროექტის ორგანიზატორი გახოთ პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი. დაბრუნება, როგორი სიმბოლურია სახელიც. და სპექტაკლი დააბრუნა ის ადამიანები, რომელსაც ვიხილავთ ცოტა ხანში. მაგთავაც ერთი ქალიშვილი ყავს, თეთო. მადლობა თქვენ ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღეთ და კიდევ ერთხელ მოგვაგონებთ, რომ თავარი მაინც სამშობლოა საქართველო უპირველეს ყოვლისა. საოცარი საღამო იყო. არ ვიცი, ალბათ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამაზე ჩემი ემიგრაციაში ყოფნისას 22 წლის მანძილზე, რომ ეს იყო ჩემი უდიდესი ოცნება. ჩემს სამშობლოში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად წავდგარიყავი ქართველი მაყურებლის წინაშე. მადლობა ქართველ მაყურებელს, ჩემს ერს და ჩემს სამშობლოს რომ გვიმასპინძლა და აი ამ სიტყვისთვის. თვითონ სასულიერო პირს, ვინც მოგბრძანდა მთავრობის წარმომადგენლებს და მადლობა თქვენ ყველა ჟურნალისტებს, მიყვარხართ. რომელი მიმართულებით ვისაუბრობ, ასე არ ვიცი, ტურიზმიდან დაწყებული, ღვინით გაგრძელებული, აგერ თეატრს კი ხედავთ, რაც ხდება. ყველა მიმართულებით და ყოველთვის ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყანა პოზიტიურად წარმოაჩინოს. სტატუსიც უნდა ვთქვა აუცილებლად, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრისა და პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორის თეატრის დაბრუნების დამფუძნებელი და ასევე ფონდი დიასპორების ალიანსის საქართველოსთვის პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო. და ის განცდა, რაც მე თან ვიცადე, ყველა ემიგრანტს განეცადა და ეს მართლაც ესე მოხდა. ტიროდა მთელი დარბაზი. დარბაზი ჩამოგვივიდნენ სტუმრები ბელგიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ეს იყო ჩემთვის ის დიდი სიძლიერე, რამაც მე გადამაწყვეტინა პირველად დამიარსებინა ფონდი დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის და ბევრი მიმართულებები. და ეს ბოლო მიმართულება, რომელიც არის, ეს არის ჩვენი პირველი საერთაშორისო ქართული დიასპორული თეატრი დაბრუნება. მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცემათ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრის ჩვენ დაბრუნებით აღსაზრდელებს და დიასპორული თეატრის დაბრუნების დასის წევრებს. თხოვთ აპლოდისმენტებით შევეგებოთ.
სფეროში მართლაც გამორჩეული ადამიანები უნდა გამოვაცხადოთ. ახლა უპირველეს ყოვლისა ეს ჯილდო გადაეცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მის უწმინდესობას ილია მეორეს და მე მინდა ახლა სცენაზე ვთხოვო მამა არჩილ ხაჩიძეს კალადური სამორი ზურაბიშვილი და მე მინდა სცენაზე მოვიცნო მისი წარმომადგენელი ბატონი პიერ კრევო ასათია. დავბრუნდით დიდი სიყვარულით, ჩვენი სამშობლოს დიდი სიყვარულით და მადლობა თქვენ ამ სიყვარულისთვის, მობრძანებისთვის, ძალა ერთობასა და სიყვარულშია. დიდი მადლობა. ჩვენ ჩამოვედით ჩვენ სამშობლოში დიდი სიყვარულით. პრემიერა შედგა, რომელმაც გააერთიანა 6 ქვეყნის ემიგრაცია, დააბრუნა სამშობლოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი ასეთი ემოციური იყო ყველასთვის. ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მნიშვნელოვანია იმითი, რომ ჩვენს მოზარდებს არ დაავიწყდეთ ქართული. პატარა ლილე, პატარა ქეთო, რომელიც ბელგიიდან ჩამოვიდა, ის პირველად ჩამოვიდა თავის სამშობლოში. მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის მერიას, კულტურის სამინისტროს ხარდაჭერისთვის და ყველას, ვინც მხარში დაგვიდგა და ვინც ხელი შეგვიწყო ამ პროექტის განხორციელებაში. მე პირველად ჩამოვედი საქართველოში და ძალიან გამეხარდა, რომ ქეთის როლი ვითამაშე. მე ძალიან მომწონს საქართველო და კიდე ჩამოვა.